მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი მოხსენების თემა, როგორც ხედავთ, არის ლესალის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში. სანამ უშუალოდ შარშანდელ არქეოლოგიურ ექსპედიციაზე გავამახვილებ ყურადღებას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ვახსენო 2024 წლის გათხრები, რადგან შარშანდელი წელი ზუსტად იმ თხრილების თუ კონკრეტული არეალების განვრცობითი სამუშაოებია. როგორც თქვენთვის ცნობილია, ლესალეს დიდი და მცირე საფორტიფიკაციო ნაგებობები მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში. დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაახლოებით ადრეული შუა საუკუნეებით მე-5-მე-6 საუკუნეებით არის დათარიღებული. იქვე დაახლოებით 300 მეტრში ოდნავ შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს პატარა ციხე. შარშანწინდელი გათხრები 2024 წლის გათხრების ჩვენი მთავარი მიზანი იყო დასავლეთ კოშკის გამოვლენა, რომლის აღმოსავლეთ კედელი მეტნაკლებად დაფიქსირდა 2023 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად. აი ესეთი მდგომარეობა იყო, როდესაც ჩვენ იქ პირველად ჩავედით, დავიწყეთ უშუალოდ კოშკის შიდა სივრცეში სამუშაოები. ძალიან დიდი მასა იყო მთლიანად ამ გრევის ფენის ჩაყრილი და დაახლოებით 1 მეტრამდე ინერტული მასა ამოვიღეთ, მოკლედ რომელიც ქვებით და დუღაბით იყო შედგენილი, თუმცა მალევე გადავწყვიტეთ, რომ ინტერიერის ამოსუფთავება შეგვეწყვიტა, რადგან უსაფრთხოებას ჰქონდა ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დასავლეთ კოშკის გარეთა მხარეს აი ესეთი დაზიანება აქვს საძირკველს, რომელიც პირდაპირ შიდა სივრცეს წარმოადგენს დასავლეთ კოშკის და გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეგვეჩერებინა აქ სამუშაოები, თუმცა იმასაც გავუსვამთ ხაზს, რომ აუცილებელი არის ამ კოშკის სრულად შესწავლა. მას შემდეგ, რაც თვითონ მეტნაკლებად შევძელით და დასავლეთ კოშკის რაღაც ნაწილი გავასუფთავეთ, გამოვლინდა ესეთი შესასვლელი და ასევე დაფიქსირდა თვითონ კარისათვის განკუთვნილი ფოსოები. უშუალოდ შესასვლელის წინა მხარეს აი ამ მონაკვეთში იყო დანახშირებული ძელის ფრაგმენტები და შესაძლოა თვითონ ეს შესასვლელი კარი იყოს დამწვარი და ასევე ქვის საფეხურები. ვარაუდობდით და ვფიქრობდით, რომ შესაძლოა ერთი საფეხურით არ შემოიფარგლებოდეს ეს ამ შესასვლელის შემაღლება, თუმცა სამწუხაროდ იმდენად დიდი მასა არის ჩამოწოლილი და იმდენად მძლავრი ანგრევის ფენა, რომ შეუძლებელი გახდა თვითონ პირობითად თუ დაუშვებთ იმ ფაქტს, რომ კიდევ ერთი საფეხური იყო მისი დაფიქსირება. ასევე აი როდესაც გავაფართოვეთ თხრილი და უკვე სამხრეთ კედლის გარე მხარეს დავიწყეთ სამუშაოები, დაფიქსირდა ასევე დამწვარი ძელის ფრაგმენტები და კოშკის დასავლეთ კედლის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა ესეთ საინტერესო ფაქტი, რომ შესაძლოა ორი დამოუკიდებელი რაღაც სივრცე ყოფილიყო, აშკარა არის, რომ ამ ორ კედელს ერთმანეთთან ბმა არ გააჩნია და ზუსტად
აი ამ კუთხეში ძალიან დიდი რაოდენობით ცხოველის, ფრინველის ძვლები და დამწვარი მასა იყო. მეტნაკლებად დიდი სიფრთხილით ამოვწმინდეთ და შესაძლოა ეს იყოს რაღაც შიდა სივრცე, მაგრამ ვეღარ გავაგრძელეთ სამუშაოები, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია სამხრეთ კედლის გარე საპირე წყობის დაფიქსირება, ჩამოშლილი არის ამ მასით ზეწოლისგან გამომდინარე. აქედან ავიღეთ საანალიზოდ C14-ისათვის ანალიზი, რომლის პასუხი შარშან მივიღეთ. და დაახლოებით მე-14 საუკუნით არის დათარიღებული ის იმ მონაკვეთიდან აღებული ნახშირის ფრაგმენტი. ამ პატარა, თუ შეგვიძლია უწოდოთ, ორმოში გამოვლენილი არის ძალიან წირი რაოდენობის ის ეგრეთ წოდებული სახიანი კერამიკა, ასევე გვაქვს ეს კოროზირებული ლურსმნის ლურსმანი, ესეთი მასალა გვაქვს. და ეს არის სრული ზედხედი უკვე ჩვენი დასავლეთ კოშკისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტერიერს უბრალოდ ფიზიკურად მე უფრო სიღრმეში ვეღარ ჩავდივარ, თუმცა ძალიან გვაინტერესებს და ისიც ვიცით, რომ კედლები მოლესილი იყო კირით და საანალიზოდ ესეც გვაქვს აღებული. ჩვენი შემდეგი 2025 წელს აქ აღარ გვიმუშავია გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. 24 წელს ასევე გავაგრძელეთ სამუშაოები ციხის სამხრეთ კედელსა და 2023 წელს გამოვლენილი კოშკს შორის, სადაც ფიქსირდებოდა ზედაპირულად ესეთი ნახევარწრიული ფორმის კონსტრუქცია. მის გარშემო აი შიდა მხარეს იყო როგორც გვეუბნებიან ადგილობრივების მიერ ეს ველურად ამოთხრილი ტრანშია, რომელიც ამის გარშემო უყვებოდა და სამწუხაროდ ფენათა თანმიმდევრობა იყო დარღვეული. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სამხრეთ ნაწილში მეტნაკლებად შეგვენარჩუნებინა და გამოგვეყო სტრატიგრაფიული სურათი. აი ეს არის 2023 წელს ზუსტად იმ ნახევარწრიული ფორმის კონსტრუქციის ზემოთ ესეთი კოშკი, თუმცა აი რა დანიშნულება ჰქონდა ამ კონსტრუქციას, იყო ეს ნამდვილად კოშკი თუ სხვა დანიშნულების სათავსო, ამაზე სამწუხაროდ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. ეს არის ჩანახაზი. ხო, ამ კონსტრუქციაზე ზემოდან აი ესეთი ქვის წყობა ფიქსირდება, რომლის შიდა ნაწილიც არის მთლიანად ამოლესილი და თვითონაც დევს დიდ ფილაზე შედგენილი არის აი 4 პატარა ქვისაგან და მთლიანად მოლესილია. შესაძლოა თავს ვერ დავდებთ, იყოს სადრენაჟე წყლის საწრეტიმილი, მაგრამ რატომ მდებარეობს აქ, რა დანიშნულება ჰქონდა, ამაზეც ძალიან გვიჭირს საუბარი. საქმე ის არის, რომ ამ ეს კონსტრუქცია მთლიანად მიდგმული არის დედაქანზე და დედაქანი ძალიან მალევე ციხის მთელ პერიმეტრზე დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის ჰუმუსის ფენის მოხსნის ქვეშ მაშინვე დასტურდება. და საპირე წყობა, აი ნახეთ კოშკის საძირკველი იმ კოშკის, რომელიც 2023 წელს გამოვლინდა, პირდაპირ დევს ყვითელ დედაქანზე. რაც შეეხება ხო, აი ეს გადმონგრეული ნაწილი ჩვენ გვინდოდა რომ წელს მაქსიმალურად დაღრმავებულიყავით ამ სივრცეში, ამ მონაკვეთში, თუმცა იმდენად დიდი მასა არის მთლიანად გადმოქცეული, რომ ნაწილობრივ შევძელით მისი ამოღება, მაგრამ ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს აქ სამუშაოების გაგრძელება. მთლიანად ამ პერიმეტრზე, ამ თხრილში ძალიან მასიური არის ნგრევის ფენა და აი ესე გამოიყურება ზედხედი თვითონ ამ ახალი თხრილის, აქაც მეტნაკლებად შევძელით რომ სიღრმეში ჩავსულიყავით. ერთადერთ ნაწილში, აღმოსავლეთ ნაწილში ამ ნახევარწრიული კონსტრუქციის ფიქსირდება საპირე წყობა, ხოლო დანარჩენი, რასაც შემდეგში გაჩვენებთ, მთლიანად საპირე წყობა არის ჩამოქცეული. ანუ იმდენად დიდი ნგრევის მასშტაბი არის, რომ ფიზიკურად არ ფიქსირდება და ყველაფერი არის მიწასთან გასწორებული, შეგვიძლია ვთქვა. ეს არის ამ ჩანახაზი და აი ამ მონაკვეთში აღმოჩენილი კერამიკული მასალა, რაც შეგვეძლო რომ იდენტიფიცირება გაგვიკეთებინა.
დეტალურად გვაქვს გაკეთებული აღნიშნულ თხრილში პროფილების ჩანახაზები სტრატიგრაფიული ფოტოსთვის. 2024 წელს გადავწყვიტეთ, რომ ისევ გაგვეგრძელებინა სამუშაოები ამ კონსტრუქციის დასავლეთით. გვაინტერესებდა ეს კედელი უერთდებოდა თუ არა დასავლეთის კოშკს. მიმდინარე წელს გავაფართოვეთ ეს სამუშაოები და აღნიშნავ, რომ ამ კედლის უკვე ჩრდილოეთით, აი დაახლოებით ზედაპირიდან 10 სანტიმეტრის სიღრმეზე ჰუმუსი მოხსენით თუ არა, მაშინვე დავაფიქსირეთ დედაქანი. ანუ რაიმე კულტურული ფენა კონსტრუქციის ჩრდილოეთით არ ფიქსირდება სამწუხაროდ. დაფიქსირდა დადასტურდა ჩვენი ვარაუდი, ეს კედელი მიემართება უშუალოდ დასავლეთის კოშკისკენ, მაგრამ წარმოადგენს თუ არა დასავლეთის კოშკი ამ კონსტრუქციის შემადგენელ ნაწილს თანადროულია ერთმანეთის თუ შემდეგ ეს კედელი უკვე გამოყენებული არის ამ კოშკის საძირკვლის საყრდენად, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს. იმ მონაკვეთში, სადაც ერთმანეთს უერთდებიან, ზუსტად იქით ვეღარ გავაგრძელეთ დროიდან გამომდინარე ჩვენ სამუშაოები, თუმცა ძალიან დაზიანებული არის კედლის აი ეს მონაკვეთი და ამ ეტაპზე აი ზუსტად აქ ვართ გაჩერებული. ამ მონაკვეთში 25 აი ამ სივრცეში გამოვლენილი კერამიკული მასალა ძირითადად ჩვენი სტრატიგრაფიული ფოტოები, ჩანახაზები ამ ნახევარწრიული კონსტრუქციის და ასევე კოშკის. რაც შეეხება აღმოსავლეთის კოშკს, ყველაზე კარგად ეს არის მთელ ძეგლზე შემორჩენილი. 2024 წელსაც დავიწყეთ აქ მცირე მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა 2025 წელს უფრო მეტად გავაფართოვეთ, ასე ვთქვათ, უფრო სიღრმეში ჩავედით, მთლიანად ნგრევის ფენით არის ესეც შევსებული, თუმცა აქვე აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ რაც უფრო სიღრმეში ჩავალთ, გვჭირდება გამაგრებები, რათა შევძლოთ სრული ინტერიერის ამოწმენდა, ის ვიცით, რომ კედლები მთლიანად იყო შელესილი და ეს კარგად დასტურდება დასავლეთ ნაწილში, აი ამ მონაკვეთში მოლესილობით. საგულისხმოა ის ფაქტი ასევე, რომ აღებული გვაქვს საანალიზო C14-ისთვის ნიმუშები და ველოდებით პასუხებსაც და ეს არის ჩვენი პატარა ციხის ზედხედები, შარშანდელი გათხრების ეს გენგეგმა და რაც შეეხება დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობას, ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ცენტრალური ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და აქ გეოფიზიკური დაზვერვებით ფიქსირდებოდა დიდი კედლის ნაშთი. გვაინტერესებდა წარმოადგენდა ეს ნამდვილად კედელს, რაიმე სათავსოს, რაიმე ნაგებობას თუ ასე შემდეგ. გადავწყვიტეთ, რომ ცენტრალურ ნაწილში გაგვეკეთებინა თხრილი, თუმცა მალევე მივხვდით, რომ ეს უბრალოდ ქვაყრილი იყო და შესაბამისად შემდეგ მაინც ვცადეთ თხრილის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში პატარა საცდელი შურფის გაკეთება კულტურული ფენების თანმიმდევრობის განსასაზღვრად, თუმცა დაახლოებით 15 სანტიმეტრის ჰუმუსის მოხსნის შემდეგ პირდაპირ გრუნტი დავიჭირეთ და შესაბამისად აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ არეალში სამუშაოების გაგრძელება. აქ მადიაგნოსტირებელი რაიმე მასალა არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით აი მცირე მოჭიქულ კერამიკას, რომელიც ქვაყრილის ზედაპირზე იყო ჰუმუსის მოხსნის შედეგად და შესაბამისად არანაირ თარიღის განსაზღვრის საშუალება სამწუხაროდ ამ მომენტში ეს არ გვაძლევს. წლევანდელი გეგმები უფრო მეტად უკავშირდება პატარა ციხეს. გვაინტერესებს თვითონ შიგნით აი გამოვლენილი დასავლეთ კოშკის სამხრეთი მხარე და ჩვენი კონსტრუქციის შიდა მხარე, კოშკსა და დასავლეთ ცენტრალურ კოშკსა და დასავლეთის კოშკს შორის. და ვნახოთ რა თარიღებს მოგცემს ის C14-ის მასალები. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ
პროექტის წარმართვაში და როგორც თქვენთვის ცნობილია 2013 წლიდან მიმდინარეობს ლესაის დიდ და მცირე საფორტიფიკაციო ნაგებობებზე სამუშაოები. ჩართულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი და AIP მთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი. ძალიან დიდი მადლობა ასევე ექსპედიციის მონაწილეებს და ყველა იმ პირს, ვინც გვეხმარებოდა თუნდაც საბუთების მოგროვებაში და ასე შემდეგ. დიდი მადლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ფინანსური მხარდაჭერისთვის და კონსულტანტებს და ასევე ძალიან დიდი მადლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნებართვის გაცემისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. ჯერჯერობით პატარა ციხეზე არ გვაქვს ბატონო ლერი მონაცემები, ეს ცალკეულ თხრილებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენი განსაზღვრული სტრატიგრაფია რაც არის, თორე ისე ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ყოველ შემთხვევაში. მე მეუბნებოდი რომ უბრალოდ სადღაც დავაწყო, წინაგე ანტიკური ხანის ტენები არის უკვე თქონდა. პატარა ციხის გარშემო არის ნეკროპოლი, დიახ, მე-18 საუკუნეების სამარხები არის, თუმცა პრობლემა ის არის, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან უხეშად ერევა და თვითნებურადაც თხრიან ხოლმე, როგორც კი მიწის დამუშავების დროს მიაგნებენ. ეს იგი იქნება მე-17 საუკუნეიდან. დიახ, ბორცვის გარშემო არის კი ესეთი სამარხები, დიახ, დაფიქსირებული. მადლობა. მადლობა თათია. სამუშაოზე გამოჩერდა. სადაც გადაყარას რაღაცა იშლება. არის დაგეგმილი. განხილვი რაც გათხარეთ. ამის შენარჩუნება როგორია? იმიტომ რომ ეხლა ასაც ვთქვით, თითქმის სავალალოა ყველგან სიტუაცია. ეს გაშიშვლდა ეხლა მისისგან, ამის შენარჩუნება როგორ ხდება? რა არის აგებული? მე პირადად დაფიქსირებული მაქვს უცხოელ ხელმძღვანელთანაც, რომ ამ ძეგლს სჭირდება კომპლექსური ჩარევა და არა მხოლოდ არქეოლოგიური, გულისხმობ ხელოვნებაცოდნეების, არქიტექტორ-რესტავრატორების და კონსტრუქტორების, ისეთი კონსტრუქტორების, ვისაც გამოცდილება აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის. დიდი სურვილი მაქვს, რომ გაკეთდეს უშუალოდ პროექტი, სადაც ეს ყველაფერი თავს მოიყრის. ამ შემთხვევაში ჩვენ სეზონის დასრულების შემდეგ დავაკონსერვეთ ისე, როგორც საჭირო იყო და მიღებული არის. და სხვა მხრივ ამ ეტაპზე არ არის გადადგმული ნაბიჯები. თორემ სურვილი მაქვს ნამდვილად, რომ კომპლექსური კვლევა ჩატარდეს. სამწუხაროდ ჯერ არა. აჩქარები მაროთ წარმოადგენს ციხეებს რო წმენდნენ და რაღაცა თუ ეს პარალელურად აკეთება მისი კონსერვაცია ებე ძალიან არა ისა რა გათხრასაკი თუ აინგრევა თუ ახალშენებული ფაქტიურად ერთ აზრზე ვარ რა ეს სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული ალბათ ვინც დაუშვა და ასეთ პროექტებს შეიტანს სააგენტოში თუ სააგენტოდან არ იქნება იმისი გარანტია, რომ ის გათხრილი კედლები იქნება, სხვა ნაგებობები იქნება თუ რაღაცა, მარტო მიწის მიყრით, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, ეს მეც მეხება. ეს არ არის დაუშვათ თქვენი გათხრების რამე ესეთი პრეტენზია თქვენ გათხრებზე. მე ვამბობ ზოგად დამოკიდებულებას გულისხმობ რა. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ დასავლეთ საქართველოს ძეგლებზე ვსაუბრობთ, სადაც უფრო მეტი ნესტი არის, სადაც უფრო სხვა კლიმატია და არის სუბტროპიკული კლიმატი. იქ უფრო მეტი პერსპექტივაა ნგრევის, ასე უკვე ფაქტიურად გათხრილი ძეგლი, არქიტექტურული კომპლექსი იქნება თუ რა იქნება, ახლა მე მიწის ქვეშა ძეგლებზე არ მაქვს ლაბორატორია. აუცილებელია, რომ ეს იყოს რაღაცა კომპლექსური მიდგომა. ანუ დამთავრება გათხრების და კონსერვაციის დაწყება უნდა იყოს რაღაცა ერთ-ერთი თანმიმდევრული ერთმანეთთან გადაბრუნებული.
არა, აბსოლუტურად გეთანხმებით და როცა ნებართვაზე შემქონდა საბუთები, ყოველთვის ვაფიქსირებდი მაგაზრს ყველასთან, ასე რომ ვეთანხმებით თქვენს კომენტარსაც. მადლობა. შეიძლება მართლაც შესანიშნავი ძეგლი არის. ძალიან რთული ესეთ ახალგაზრდა სამდო რაღაცა ძეგლის გათხრა, მაგრამ მან ისევად გაართვა თავი ამ დიდ ამოცანას და შესაძლოა წარმოთქვა სამუშაოები და მადლობა უთხრა ამისთვის. ხალხის მადლობა მოხსენებისთვის, შემდეგი მოხსენებელია.